ობიექტივი. მოგესალმებით, მედიაკავშირი ობიექტივი განაგრძობს მაუწყებლობას პირდაპირ ეთერში, თქვენ რადიო 105 და თვალყურს გადავნით ინტერნეტ მისამართზე ობიექტივი წერტილი ჩვენი თვალყურის დევნობა ასევე შეგიძლიათ ბათუმის 25 არხისა და თურქსატის 52 გრადუსის საშუალებით. ჟურნალისტი ანიკინაძე 1 საათის განმავლობაში ვისაუბრებთ დარწმუნებული ვარ თქვენთვის ძალიან სასიამოვნო, საინტერესო და საყვარელ თემაზე. 31 წლის წინ 1991 წლის 13 მაისს დინამო თბილისმა კარგად მოგეხსენებათ, როგორ გაახარა გულშემატკივარი და სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ თბილისის დინამოს ფან-კლუბის ხელმძღვანელი როლანდ გაფრინდაშვილი მოვიწვიეთ და ფან-კლუბის წევრები ირაკლი ბუხალი და კობაიძე, რომლებიც ისაუბრებენ დინამოს შესახებ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვია. გავიხსენოთ 1991 წლის 13 მაისი და ამისთვის თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში და გამოხატოთ თქვენი მოსაზრებები, თქვენი სიხარული, რომელიც განიცადეთ 31 წლის, ვისაც გახსოვთ, რა თქმა უნდა. 2388 ჩვენი პირდაპირ ეთერის ნომერიც, დაგვიკავშირდით ასევე Skype-ის საშუალებით, მისამართზე ობიექტივი და მედიაკავშირი ობიექტივის Facebook-ის გვერდზე. პირველი შეკითხვა, რაც მინდა დაგისვათ, არის, მე მგონი არცეთ არ გვახსოვს 31 წლის წინანდელი ეს ემოცია, თუმცა ყველანი ვართ დინამოს გულშემატკივრები, მე კიდევ ერთხელ წამოსდა ესე პირდაპირ ეთერში. როლანდ, დავიწყოთ თქვენგან. მე მაინტერესებს თქვენი და დინამოს ურთიერთობის პირველი პერიოდი, ან როგორ გახდით დინამოელი? პირველ ყოვლისა, მე მინდა ყველა ქართველს, ყველა დინამოს გულშემატკივარს მივულოცოთ დღევანდელი დღე. ეს იყო ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ლამაზი წუთები. ჩემ და სამწუხაროდ ვიტყვი, რომ დაბადებული ვიყავი, მაგრამ არ ვიყავი იმ ასაკში, რომ ეს ყველაფერი აღმექვა, ეს ბედნიერება, მაგრამ არასდროს დამიკარგავს იმის იმედი, რომ მოვა ის დრო, როდესაც მე ისეთივე ბედნიერი ვიქნები, როგორც მაშინ თითოეული ქართველი, თითოეული საქართველოს მოქალაქე იყო იმ წუთებში. ახლა უშუალოდ როგორ დაიწყო ჩვენი სიყვარული დინამოსადმი, მე მიჭირს ამის თქმა, იმიტომ რომ ალბათ ეს სიყვარული ჩემთან ერთად დაიბადა. მე ვერ ვიტყვი, რომ რომელიღაც ცხოვრების რომელიღაც ეტაპზე ან რომელიღაც კონკრეტულმა თამაშმა ჩემზე გავლენა იქონია. არა, მე დავიბადე იმ პერიოდში, როდესაც ხალხი დინამოთი ცოცხლობდა, დინამოთი სუნთქავდა, როდესაც ხალხი ელოდებოდა შაბათ-კვირას იმისათვის, რომ დინამოს სტადიონზე მისულიყო და თავისი ემოციები, თავისი სიყვარული გამოეხატა. და მე ამ ყველაფრის მონაწილე ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი, სულ დავყავდი მამას სტადიონზე და ეს სიყვარულიც ალბათ გაჩნდა ჩემში აქედან რა. თუმცა მე ვფიქრობ, მაინც აუცილებელია მსმენელმა და მაყურებელმა გაიგოს რაღაც საინტერესო ისტორია თუ უკავშირდება თქვენი და დინამოს ურთიერთობა, თუ შეიძლება რომ ასე ითქვას. მოგესალმებით. უერთები მილოცოს ჩვენ საფეხბურთო ისტორიაში ალბათ ყველაზე დიდ სიხარულს. პირველად თამაში, რომელიც მე მახსოვს, ეს იყო ვერდერთან თამაში UEFA-ს თასზე. თუმცა ეს არ იყო ალბათ კატალიზატორი ჩემი დინამოს სიყვარულისა. სადაც გავიზარდე. იქ ყველას უყვარდა ფეხბურთი, გარშემომყოფებს და ასევე იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც თამაშობდნენ დინამოს დუბლებში, მაშინდელში. და მოკლედ ყველგან ეს დინამო გვესმოდა და ავტომატურად შემიძლია ვთქვა, რომ ეს სიყვარული დინამოსადმი ავტომატურად გამიჩნდა. ძალიან მარტივი შეხედულება მაქვს მაგ თემასთან დაკავშირებით, ვთვლი, რომ თუ ხარ თბილისელი, ამ ეტაპზე იმედია სხვა ქალაქის და რაიონის წარმომადგენლები არ მიწყენენ, იმიტომ რომ დინამოზე ესაუბარი. თუ ხარ თბილისელი და გიყვარს ფეხბურთი, პირველ რიგში ალბათ დინამო და მე ყველაფერი დანარჩენი. ობა, დინამო და სხვა არაფერის შესახებ გითხრა. მაგით ყველაფერი ნათქვამი პირველ რიგში მოგესალმებით, მოგილოცავთ 13 მაისს ამ ისტორიულ დღეს ერთ შესწორება შევიტანანი, მე მოვესწარი მაგ თამაშს.
9 წლის ვიყავი და მახსოვს მამაჩემის ემოციები, მამაჩემის მეგობრების ემოციები, მე ქალაქში რა ხდებოდა. უბრალოდ ძალიან ახალგაზრდურად რო გამოიყურები, ვერ წარმოედგინა. ხო და ქალაქში რა ხდებოდა, მაგრამ ჩემ და სამწუხაროდ მე დამაძინეს. და შობლება გააგრძელეს კეიფი და დროსტარება ასე ვთქვათ. დინამო და სხვა არაფერს იმიტომ ვამბობ, რომ როლანდის არ იყოს თბილისის დინამოსთან ერთად უნდა დაიბადო, რომ იყო დინამოს შემატკივარი. ეს ერთი. თბილისის დინამოს პირველი თამაში იყო ერევნის არარატთან, როგორც მახსოვს მე. ესე მამამ წამიყვანა და მე მამას დავყავდი თამაშებზე და შემდეგ უკვე როცა წამოვიზარდე, მარტომ გავაგზელე სიარული. რა ვიცი, მეც დავეთანხმები ირაკლის, თუ ხარ თბილისელი, თუ ამ ქალაქში დაიბადე და გიყვას ფეხბურთი, თბილისის დინამო რო არ გიყვარდეს დანაშაულია. მე ერთს დავამატებდი აგრეთვე იგივე თემა რო გამოჩნდა ძალიან მოკლედ ორი სიტყვით. მე ვერ წარმომიდგენია ადამიანი მისი სიყვარული თბილისისადმი, რომელიც იძახის რომ მე მიყვარს თბილისი და არ მიყვარს ნარიყალა მაგალითად. ასევე ვერ წარმომიდგენია ის ადამიანი თბილისელად, ვინც იტყვის რომ მე მიყვარს თბილისი და არ მიყვარს თბილისის დინამო. ჩემთვის ის ადამიანი თბილისელი არ არის. და უშუალოდ სიყვარულს რაც შეეხება ჩვენ ფანები ვართ დინამოსი და უბრალოდ ის მახსოვს ყველაზე მეტად რომ სულ პატარა რო ვიყავი და სტადიონზე რომ მივყავდით ჩემზე უფრო დიდ თავბეჭდილებას მოედანზე მიმდინარე მოვლენები კი არ ახდენდა არა და მაშინ დიდებული შემსრულებლები ყავდა და სპექტაკლებს გავდნენ მინდორზე აი უბრალოდ ის გარემო უფრო ამდენი მამაკაცი, ამდენი კაცი, ამდენი ხალხი, რომელიც ანთებული თვალები, შეძახილები, ეს ღრიალი, ეს საოცარი ატმოსფერო, ეს უფრო მახსოვდა და ალბათ ამანაც იქონია გარკვეული გავლენა, რომ მე დღეს დინამოს ფანი ვარ. კი ბატონო, სმენელი ყავს, პირველი მსმენელი ყავს პირდაპირ ეთერში, მაგასალმებით. გამარჯობა. გამარჯობა, გისმენთ. უბრალოდ პირველ რიგში ყველა ქართველ გულშემატკივარს ამ 21 წლის წინანდელ 31 წლის წინანდელ წარმატებას სტუმრებსაც ულოცავ და იმედი მაქვს რომ განმეორდება მინიმუმ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა მაინც ჩემპიონთა ლიგის აღებაზე მაინც რეალურად რომ მიშენებთ ძალიან აადრევია საუბარი ქართული გუნდისგან და დავეთანხმები იმაში თქვენ სტუმრებს რომ თბილისში რამდენი გუნდის არ უნდა იყოს რა ეხლა ყველა ქართული გუნდი მიყვარს მაგრამ დინამო მაინც სხვა ისტორიაა და სხვა სიყვარულია რა თბილისის დინამო თქვენ თუ დადიხართ დინამოს თამაშებზე ხოლმე თუ ახერხებთ ინტენსიურად ვერა, მაგრამ ვცდილობ სათასო განაცხადი შეხვედრებში და ჩემპიონატის განაცხადი შეხვედრებში მაინც მივიდე. და ორი შეკითხვა მაქვს უბრალოდ სტუმრებთან. ძალიან. სად შეიძლება დაკავშირება დინამოს ფან-კლუბთან? აი ორგანიზებული სახე რომ მიეცეს. როგორც ეს არის, თქვათ ინგლისში. თუ არის კონკრეტული მისამართი, რომ ელემენტარულად ვიცნობდეთ გულშემატკივრები ერთმანეთს. აი როგორც ადრე იყო ვერისბახში ხა გამიგია ჩემი მშობლებისგან. სადაც გულშემატკივრების ბირჟა ესე რომ ვთქვათ რა. აი ეს რაღაც რო აღდგეს ეს ტრადიცია. და მეორე შეკითხვა. რას იტყვით, რას ფიქრობთ თასების ფობთა თასის აღდგენის შესახებ? თუ მიგაჩნიათ ეს გამარჯობა. უკაცრავად რასთან დაკავშირებით? ევროპის თასების ფობთა თასის აღდგენის შესახებ. ჩემი აზრით ეს ძალიან უსამართლოდ გააუქმა ეს ტურნირი UEFA-მ, იმიტომ რომ ფეხბურთი არის გულშემატკივრის საკუთრება და არა ლენარტი უჰანსონის და მიშელ პლატინის და FIFA-ს ან UEFA-ს რა და აი თუნდაც UEFA-ს თასი არის ჩემი აზრით ძალიან დაბალი დონის ტურნირი რომელიც გაუქმდება ჩემპიონთა ლიგას პრესტიჟი ჩემპიონთა ლიგას და თასების ფობთა თასს იმიტომ რომ თასების ფობთა თასი არის გამარჯვებულების ტურნირი და UEFA-ს თასი არის მეხუთე და მეშვიდე ადგილზე გასული გუნდების ტურნირი და თუნდაც UEFA-ს თასის გაუქმების ხარჯზე რომ აღდგეს თასების ფობთა თასი თუნდაც ნუ გაუქმებენ მაგრამ აღდგეს ეს ტურნირი იმიტომ რომ ულამაზესი ტურნირი იყო, რაც მახსოვს და ჩემპიონთა ლიგას არ ჩამოვარდებოდა. აი ამასთან დაკავშირებით რას იტყვიან და თუ თქვათ მათაც საფრთხეს თეაზი რომ მოხდეს დაკავშირება ევროპულ გულშემატკივრებთან, იმ გუნდების გულშემატკივრებთან, რომელსაც მოგებული აქვს ეს ტურნირი. კი ბატონო. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა რომ დაგკავშირეთ. საინტერესო შეკითხვებით მოუმართა. პირველ ყოვლისა სად ვიკრიბებით, ჩვენ სისტემატიურად ვიკრიბებით. გვაქვს შეხვედრები, ჩვენ გვაქვს ჩვენი საიტი Gladiators-ში, სადაც ყოველთვის იწერება ინფორმაცია, როდის და სად ვიკრიბებით.
ამ ეტაპზე 100-ია და თანაც ყოველთვის სტადიონზე ნებისმიერი მომცველი, ვისაც უყვარს დინამო, მოდის ჩვენთან, შეიძლება ყველა ჩვენს რიგებში არ წევრიანდებოდეს, მაგრამ თუ რამე საინტერესო იდეა აქვს, გვაწვის, ჩვენს განვიხილავთ და თუ რამე საინტერესოა, ყველაფერს ვღებულობთ. უშუალოდ თასების თასს რაც შეეხება, ეს ალბათ ჩემი სუბიექტური აზრია, რომ იოჰანსონი და პლატინი ყველაზე ნაკლებად არიან ამაში დამნაშავე, ალბათ ყველაზე მეტად დამნაშავე არიან ის კლუბები, რომლებმაც უკანასკნელ წლებში არასერიოზულად დაუწყეს ამ თასს ყურება და მეორე და მესამე შემადგენლობით დაიწყეს გამოსვლა. რა ვიცი, UEFA-ს თასიც კი არ არის სამწუხაროდ პოპულარული. UEFA-ს თასის გაუქმების ხარჯზე რომ მოხდეს, მაშინ მხოლოდ თასების ფლობელები ვერ გამოვლენ, იმიტომ რომ მაშინ გამოდის რომ ქვეყნიდან ძირითადად მაგალითად ჩვენისთანა ქვეყანა ლიგაზე ერთი გუნდი უნდა გავიდეს და ერთი თასების თასზე, ხო? და გამოდის რომ კიდევ ორი გუნდი ევროტურნირების გარეშე რჩება. მე ძალიან მომწონდა ეს ტურნირი, თუმცა ბოლო წლებში სიმართლეს ვიტყვი რომ დაკარგა ის ხიბლი, იმიტომ რომ ბევრი გუნდი უკვე სათანადოდ არ ეკიდებოდა ამ ტურნირს. ირაკლი, ამ ტურნირთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია კობა შემდეგ შენ შემიძლია რაღაცაში ნაწილობრივ დავითანხმო. თასების მფლობელთა თასი ძალიან სპეციფიკური ტურნირი იყო, ზუსტად იქიდან გამომდინარე, რომ მხოლოდ როგორც მსმენელმა აღნიშნა, მხოლოდ გამარჯვებული გუნდები მონაწილეობდნენ და UEFA-ზე მხოლოდ ქვედა ადგილები, უბრალოდ ერთ შესწორებას შევიტან თასის გამარჯვებულები ამ ეტაპზე ზუსტად UEFA-ს თასზე ასპარეზობენ და ასე რომ ტიტულოვანი გუნდები იქაც არიან. უბრალოდ არსებობს ერთი გადაუჭრელი პრობლემა, რომელიც ნელ-ნელა ალბათ ყველაფერში ფესვებს იდგავს, ეს არის ძალიან დიდი ფინანსები. ზუსტად მაგის გამოა, რომ გაუქმნა თასების ფლობელთა თასის გათამაშება, როგორც მე ვიცი, UEFA-ს ევროპის ლიგასაც იგივე დღე ელის. ალბათ შეუქცევადი პროცესია და ამ შემთხვევაში გულშემატკივრის აზრს უბრალოდ არავინ არ ითვალისწინებს. თორემ ესე ვიტყოდი, მეც მანდ ვარ თასი ძალიან მიმზიდველი ტურნირია თავისი არსით, რადგან მხოლოდ თასების ფლობელები გამოდიან და სულ სხვა ელფერი აქვს ამ გათამაშებას. ბოლო სიამაყეა თან მოგებული გვაქვს და არსებობს იმის ალბათობა, რომ შეიძლება 100 წლის შემდეგ ვიღაცა მეკითხოს, რომ ეს რა თასი აქვთ მოგებული, ვაფშე რა თასი იყო, წარმოდგენა არ ქონდეთ რა თასი იყო. კი, გულდასაწყვეტია. მაგრამ ირაკლიმ სწორი თქვა, რომ ფინანსები წყვეტს ყველაფერს და ინტერესი იყო უკვე ნაკლები, შემოსავლიანი აღარ იყო სამწუხაროდ. კი ბატონო. კობა, მოდი სანამ სიული თვალსაზრისით უკვე წამგები. ამიტომ აუქმებენ ფაქტობრივად UEFA-ს თასსაც. და კიდევ ეს დავუმატებდი, რომ ევროპული წამყვანი კლუბები თავისი ქვეყნის თასსაც არის გამონაკლისი ქვეყნები, რომელიც ზერალედ ეკიდებიან. აი თუნდაც ავიღოთ ახლა გერმანიაში მაგალითად პრესტიჟული ტურნირი ითვლება და თამაშია ბაიერნი დორტმუნდი იყო ფინალი, მაგრამ სხვა ქვეყნებში უკვე და ამიტომ ახლა ყველამ კარგად ვიცით რომ ყველაფერი ფინანსებთან არის დამოკიდებული და ამიტომ გააუქმეს თასების თასი, ჩემთვის სამწუხაროა, მაგრამ რეალობა არის რომ რაც არ არის მომგებიან ის უნდა გაუქმდეს. მსმენელი გვიკავშირდება კიდევ პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით. მოგესალმებით ყველას, მივესალმებით ბიჭებს, ლაბორატორიებს და პირველში მინდა სალამი. მადლობა უთხრა მათ იმისთვის, რომ ასე რამდენი უკვე ძალიან დიდი ხანია ყველგან საქართველოს ჩემპიონატში იქნება ეს თუ სხვა ეგეთის გამართულ ტურნირში დაყვებიან ბიჭებს და ამხნევებს. დიდი მადლობა ბიჭებს ამისთვის და მე მინდა ესეთი კონკრეტული შეკითხვა, რამდენიმე შეკითხვა მაქვს თქვენთან. ჯერ როგორც იცი, ქართული სპორტის კომაგები დღეს კლუბში აპირებენ 17-მდე ნაკრების თამაშის ყურებას და მაინტერესებს არიან თუ არა სურვილები მათ შორის გლადიატორებიდან რომ ქართული სპორტის კომაგებს საერთოდ იყვნენ ამ საღამოს და მეორე რაც მაინტერესებს უფრო დღევანდელობაზე მინდა გადავიდეთ, დინამოს დღევანდელობაზე ალბათ თქვენ ამაზე შემდეგაც ისაუბრებით. დღევანდელ მდგომარეობას როგორ შეაფასებდნენ ბიჭები, მაინტერესებს ეგ ერთი და ესეთ ერთგულ კომაგებს თუ აქვს საშუალება, რომ კლუბის ხელმძღვანელებთან შეხვედრები გქონდეს, ისაუბრონ გუნდის საჭიროებათა საკითხებზე და რაღაცა გარკვეულწილად გადაწყვეტ თავისი აზრის დაფიქსირების საშუალება თუ აქვს კლუბის ხელმძღვანელობასთან. იმიტომ რომ მე ვფიქრობ, ეს ხალხი მართლა იმსახურებს ამას უკვე წლების განმავლობაში დინამოსთან ერთად არიან და
ძალიან დასაფასებელი ამბავია და ვფიქრობ უნდა აფასებდეს ამას კლუბის ხელმძღვანელობა და როგორ ხდება ეს აქვს თუ არა გლადიატორებს თავისი სიტყვა კლუბში ეგ მაინტერესებს ძალიან. კი ბატონო, დიდი მადლობა რომ დაგვიკავშირდით. მოდი რომ დავიწყოთ თქვენ. დიდი მადლობა შეკითხვისთვის. ყველანი დიდი გულისფანცქალით, ასე რომ ვთქვათ, გულისფანცქალით მოველით 17 წლამდელების დღევანდელ მატჩს. თუმცა მე მაინც დინამოს თემით დავიწყებდი და ბოლოს უპასუხებდი ამ შეკითხვას რა. მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს კლუბთან. ხშირ შემთხვევაში აზრთა სხვადასხვაობა, ხშირ შემთხვევაში ყოფილა პროტესტიც. ყველანაირი ურთიერთობა გვაქვს, გქონია მეგობრული ურთიერთობაც, ამხანაგური თამაშებიც, გუნდი როცა იმსახურებს ქებას შეგვიქია, გუნდი როცა იმსახურებს კრიტიკას გაგვიკრიტიკებია. უბრალოდ ხშირ შემთხვევაში ამის გარეთ პრესის ფურცლებზე თუ ფორუმებში თუ რომელიმე ინტერნეტ სივრცეში ამის აფიშირებას არ ვახდენთ. ქუთაისის ტორპედოსთან მატჩის შემდეგაც ჩვენ მქონდა შეხვედრა ხელმძღვანელობასთან, მქონდა შეხვედრა კლუბის ფეხბურთელებთან და ძალიან ბევრ საჭიროებო საკითხებზე ვისაუბრეთ და ძალიან ბევრ საკითხზე ჩვენი საკმაოდ ესეთი კაცრი შეფასებები გავაკეთეთ და ჩვენი შეხედულებები დავაფიქსირეთ მათ წინაშე. ასე რომ გლადიატორები მიუხედავად იმისა, რომ ყველგან ერთგულად თამაშის პროცესში ტრიბუნებიდან მთელი 90 წუთის განმავლობაში ერთგულად უჭერთ მხარს, ამ 90 წუთის შემდეგ ჩვენი საქმიანობა კლუბთან მიმართებაში არ მთავრდება. ამის შემდეგაც ჩვენ სულ მუშა პროცესი გვაქვს, ზაფხულშიც მქონდა შეხვედრა, ძალიან ბევრი გლადიატორი ესწრებოდა ამ ყველაფერს, მათ შორის ქართული სპორტის კომაგების, რომლებიც გლადიატორებში შემოგვერთნენ და დღეს უკვე ჩვენი განუყოფელი ნაწილი არიან და ერთნი ვართ. ძალიან ბევრი მათგანი ესწრებოდა ამ შეხვედრას და ყველამ კარგად იცის, როგორი მწვავე საუბარიც ქონია ამ საკითხთან დაკავშირებით. ფეხბურთელებთანაც არაერთხელ გქონიათ საუბარი აი ამ თემასაც მიუბრუნდებით აუცილებლად მსმენელი არ ვაუდინოთ, რომელიც გვიკავშირდება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით. გამარჯობა გისმენთ. გამარჯობა გენაცვალე. მოგესალმებით გერმანიიდან. სალამი. ობიექტივის ერთ-ერთ წამყვანი ჩიკაშვილთა. ხონდა ამაზე საუბარი. ხოდა რა მინდა ეხლა პირველ რიგში უთხრათ თქვენთან მოგზაურებულ სტუმრებს. ნუ დაუყავთ ასე რომ თუ ხართ თბილისელი მხოლოდ ხოხობი იყო და ნაჩვენე თბილისის მოსიყვარულე ადამიანები როგორც თბილისში იყო. თბილისში იყვნენ საქართველოს ყველა კუთხეში. მე მაშინ როდესაც 31 წლის უკან თბილისის დინამო საპატიო ღირსება მიიღო ყველას ერთნაირად გვიხარდა თბილისელსაც, ხევსურსაც, ქიულსაც, დამანტრევსაც და გურულსაც და იმერეთსაც. ასე რომ კიდევ ვიმეორე თბილისელი მარტო იყო ხო ჩვენი მეგობრები რო იყვნენ 7 წლები მე მაშინ 35 წელი გამიხდა 10 მაისს და 13 მაისს კიდე 35 წელს პირველად გიგზენი ასეთი დიდი შეტავა. ასე რომ ესეთი სეპარატისტური მიდგომა არ ნუ გექნება ნუ სპორტში, ნუ საერთაშორისო მე ვარ თბილისელი და დანარჩენი არის დანარჩენი თუმე არ უხარია ისევე დინამო როგორც არა უხარია აი ბიჭები იტყვიან ამის შესახებ აუცილებლად ცოტა სხვანაირად იგულისხმეს გადაცემის დასაწყისში რაც განაცხადეს მათ. მოდი მივცეთ საშუალება კიდევ ერთხელ განმარტონ ირაკლი. მოდი ვუპასუხოთ მსმენელს და მსმენელს რომელიც გერმანიიდან გვიკავშირდება და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო იმისთვის რომ ჩაერთო ჩვენს საუბარში. მადლობა მსმენელს რომელიც ეს შორიდან გვადევნებს თვალს. ესე რიგებად დავყოფ. პირველ რიგში ვიტყვით იმას რომ არანაირი სეპარატიზმი. ჩვენ ვართ ფან-კლუბი, რომელიც გულშემატკივრისგან ძალიან ბევრი რამით განსხვავდება. ეს ერთი. ეხლა მეორე. პირველი თბილისელი მხოლოდ ხოხობი არ იყო, როგორც მახსოვს მიმინოც იყო. ერთად მოხდა ეგ ამბავი და მაშინ არც პირველი ქართველი არ იყო, პირველი ადამიანიც ადამი და ევა იყო. შესაბამისად ნამდვილად ვერ გავიზიარებ ჩვენი მსმენელის აზრს, ოღონდ დავამატებ ერთ პატარა მომენტს. 91 წელში დინამო თბილისი საქართველოსთვის იყო ყველაფერი.
სპორტის, პოლიტიკას, ხელოვნებას, კულტურას და შეიძლება მაგაზე მეტიც. დღეს ბატონმა ჩამოთვალა ქალაქები, თუმცა ეჭვმეპარება გუდამაყრს გუნდი ყავდეს. მე არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს. ყველა ქალაქს, როგორც ვიცი, ყავს თავისი გუნდი და თავისი გულშემატკივარი. და ყავს თავისი გულშემატკივარი. მე თბილისელი ვარ. იმ ხოხბის წარმომავალი დარწმუნებული. ხოდა მე გულშემატკივრობ დინამოს. არანაირი სეპარატიზმი ჩემთვის სხვა კლუბი არის დინამოს მოწინააღმდეგე. მხოლოდ და მხოლოდ ეს არის. ყველასთან ძალიან კარგად მესმის. გვაქვს ძალიან ნორმალური, კარგი თბილი და კეთილი ურთიერთობა. უბრალოდ ეს არის ფეხბურთი 90 წუთის სტადიონზე. მოკლედ არანაირი სეპარატიზმი ჩვენთან თუმეტეს მე მოხდა თან ჩვენი სიტყვების. როდესაც მე ვსაუბრობდი 13 მაისზე, მე ვამბობდი რომ მიულოცა მთელი საქართველოს, შემდეგ როდესაც ვიხსენებდი იმპერიოს, მთელი საქართველო ხარობდა, ხოლო თუ ხარ თბილისელი უნდა გიყვარდეს დინამო უკვე სულ სხვა თემა იყო, არა 13 მაისის და საუბარი იყო იმაზე რომ რატომ უნდა გიყვარდეს დინამო და როგორ გახდე დინამოს როგორ გავხდით დინამოს ფანები გულშემატკივრობიდან როგორ გადავიზრდით დინამოს ფანობაში. კი ბატონო, მსმენელი ყავს პირდაპირ ეთერში, თუმცა სანამ შემოვიყვანდეთ, მე აქვე დავამატებ, რომ არაერთხელ მდგარ ვარ თქვენთან ერთად დინამოს საგულშემატკივროდ და არაერთხელ მინახავს სხვა ქალაქის გულშემატკივარ, რომელიც მოდის და უყარს დინამო და დინამოს გულშემატკივრებს. იქ სხვა ქალაქელის არ მოშვებას და რაღაც ასეთებზე მგონი ზედმეტიც კი არის საუბარი. მსმენელი პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით. მოგესალმებით, გამარჯობათ, მივესალმები. მივესალმები იმ რადიო და ტელემაყურებლებს, რომლებიც ამ წუთში თქვენ გადაცემას უსმენენ. ძალიან ღირსშესანიშნავი დღე არის 13 მაისი, 31 წელი გავიდა მას შემდეგ და 31 წელი თბილისის დინამომ არა მარტო საქართველოს მოსახლეობას მოგვარა დიდი სიხარული, არამედ ძალიან დიდი გამოხმაურება იყო მაშინ საბჭოთა კავშირი იყო და საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა კუთხიდან მოდიოდა დინამოს მიმართ მოსალოდნი ბარათები თუ წერილები თუ რა ვიცი რა შეიძლება ამას დავარქვათ. სიხარული იყო ძალიან დიდი. ახლა მაყურებელმა გულის ტკივილის წარმოშვა ესეთი საკითხი ევროტურნირთან დაკავშირებით, რომ გაუქმდათ თასების მფლობელთა თასი. და ეს მართლაც ერთის მხრივ ცუდი რამეა, რომ ეს UEFA-მ გააუქმა, მაგრამ ის პერიოდი ვინც იმ წუთში იმ მომენტში ყოველ შემთხვევაში გულშემატკივრობდა ფეხბურთს დინამოსაც და სხვა კლუბებსაც ევროტურნირებში ძალიან კარგად ახლოს რომ თასების მფლობელთა თასის მფლობელი და მაშინდელი ჩემპიონთა თასის მფლობელი კიდევ ერთ თასზე ხვდებოდა ერთმანეთს. ეს იყო სუპერთასი, ევროპის სუპერთასი და ძალიან დიდი დაინტერესება ჰქონდა აი ამ თასის გათამაშებასაც. სამწუხაროდ ამ ბოლო დროს ეს ფეხბურთი რატომღაც ბიზნესად გადაიქცა. ეს ერთი ძალიან სერიოზული მინუსია, რომ ბიზნესად გადაიქცა და ამიტომ UEFA იყო ახან ბიზნესი შეერთო სპორტის სამსახურში, ამიტომ გაუქმე ეს თასების მფლობელთა თასი, რომ შედარებით ნაკლები შემოსავალი იყო უკვე და ახან ნაკლები შემოსავალი იყო, ამიტომ გადაიფიქრეს გადაწყვეტეს. გასაგებია ბატონო, თქვენი საზრა ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვიკავშირდით. პირდაპირ ეთერში მეორე მსმენელი გველდება ამჯერად Skype-ით და ორივე მსმენელს ერთად უპასუხოთ შემდეგ. მოგესალმებით. პირდაპირ ეთერში ხართ, გამარჯობა. გამარჯობა. პირდაპირ ეთერში ხართ, გისმენთ. ალო, მოგესალმებით, როლანდ ირაკლი. როგორ ახართ? გიორგ ზესტაფონიდან ემბიერიძე თქვენ შემოგევლეთ. სალამი, გიორგი. მე რა დაგიშავა? მოგესალმებით. ძალიან მიყვარხარ და ძალიან დიდ პატივს ვსვენ შენ და შენ ოჯახს. გაიხარე. მე რა დაგიშავა, გიორგი, მე? მოგესალმებით, ორივეს ირაკლი. კაი. ესე იგი, ბიჭებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. მადლობა ძიმა.
მარა გიო ისე ვეღარ დაგინახეთ კაც შეეხლა ხან მოვედი კომპიუტერი ჩავთეთ არა და რო ჩავთე ტელევიზორი დაგინახეთ ბიჭებო გილოცავთ დღევანდელ დღეს გაგემეორებიოთ ეს დინამოს წარმატება გისურვებთ და ჩემი სურვილია ქართულმა კლუბებმა გაიმეორონ ეს წარმატება დინამომ უდიდეს წარმატებას მიაღწია და რა ვიცი მართლა დიდი სახელის გუნდია თქვენ ბოლომდე მის გვერდში ხართ და რა ვიცი წარმატებებს გისურვებთ დინამოსთან ერთად გაიხარეთ მიყვარხართ და გეხოვით ზესტაფონი გაიხარე გიორგი გაიხარე ძალიან დიდ პატივს გსცემ და ის გაგვახარე შენი ზარით ის კალგი ღვინო თუ გაქვთ ისევ ზესტაფონის ფან-კლუბის წარმომადგენელი ასე რომ სეპარატისტები არ ვართ სეპარატიზმის ადგილი არ აქვს არა პირველი მსმენელის დაიმსხვრა მითი ჩვენი სეპარატიზმის საერთაშორისო შესაძლებლობა მადლობა ამისთვის ზესტაფონის ფან-კლუბს ხო პირველი წინა მსმენელის მოსაზრება ვთქვათ რომ შემოიჭრა კომერციული საკითხები ფეხბურთში აი ამასთან დაკავშირებით ზუსტად ვისაუბრეთ ჩვენ და ზუსტად იგივე აზრი ვთქვით დიახ ზუსტად ამ მაგაზე გქონდა საუბარი რომ თასების თასი გააუქმა ზუსტად დროის მოთხოვნა უნდა ეს დროის მოთხოვნა იყო არის ის რომ ნებისმიერი ტურნირი უნდა იყოს შემოსავლიანი სამწუხაროდ და თუნდაც სანახაობრივი პრინციპში სანახაობა რომ დაიკარგა და ბევრმა გუნდებმა რომ არასერიოზულად დაუწყეს ყურება და მეორე და მესამე შემადგენლობით გამოდიოდნენ და ჩემპიონატისთვის ასვენებდნენ ფეხბურთელებს რომ ის უფრო მნიშვნელოვნად მიეჭდათ სწორედ ამიტომ გაუქმდა სამწუხაროდ ისე ვიძახი იმიტომ რომ განმეორდები 100 წლის შემდეგ შეიძლება აღარ ახსოვდეს რა ტურნირი მოიგო დინამო თბილისმა რა თასების თასი რის თასების თასი შეიძლება ვეღარ წარმოედგინო ჩვენთვის ეს ძალიან მტკივნეულია მაგრამ ნუ ფაქტია კი ბატონო და სანამ იმ კადრებს გავუშვებდით და გავახსენებდით ჩვენს ფენას და მაყურებელს რისთვისაც დღეს აქ შევიკრიბეთ მე არაჩვეულებრივ გოლს და სიხარულს რომელიც თელ საქართველოში არსებობდა და იყო მაშინ მანამდე მე მინდა გკითხოთ როდის შეიქმნა გლადიატორები საიდან წამოვიდა ეს იდეა ვისი იდეა იყო აი ეს მსმენელის ინტერესიც იყო გარკვეულწილად გაეც პასუხი თუმცა ეს ისტორია მოუყვათ მაინც საინტერესო იქნება იმიტომ რომ არ არის 1 და 2 წელი გლადიატორები რაც არსებობენ სხვა ფან-კლუბებისგან განსხვავებით მე მათ არ ვაკნინებ ბუნებრივია იმიტომ რომ გუნდებიც ახალი არის ზოგი თქვენ გაქვთ ძალიან დიდი და საინტერესო ისტორია დავიწყოთ მოყოლა ზოგადად რა თქმა უნდა გამომდინარე იმ ლამაზი სამხრეთული სტილიდან გამომდინარე იმ დიდებული შემსრულებლებიდან დინამო თბილისის დაარსების დღიდან გულშემატკივარი არასდროს არ მოკლებია და იყვნენ ადამიანები რომლებიც მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით და ევროპის მასშტაბით დაყვებოდნენ გუნდს და გულშემატკივრობდნენ მაგრამ ფან-კლუბი ეს შეიქმნა 98 წელს ოფიციალური ფან-კლუბი რა ვიცი ფაქტობრივად ეს იყო ალბათ დროის მოთხოვნა ასევე რომ ეს გულშემატკივრობა რაღაც ახალ ეტაპზე გადასულიყო და რაღაც ახალი შემოსულიყო მე ვიცი რომ ყოველთვის გამორჩეული იყო თბილისელი გულშემატკივარი სტადიონზე მოქცევით მოწინააღმდეგის დაფასებით ყველაფრით მაგრამ ფანობა სულ სხვა რამ არის რა შეიქმნა ახალი ატრიბუტიკა შეიქმნა ბანერები და სულ სხვა მიმართულება მიიღო ეს სიმღერები ეს შეძახილები ეს იყო აუცილებელი 98 წელს ჩამოვყალიბდით მას შემდეგ 14 წელია დინამოს გვერდში ვართ რა ვიცი სხვა რა სახით შეიძლება კიდევ კითხვა რა ანუ სხვა რა თაობაზე უნდა გვესაუბრა მოდი ირაკლი რამდენიმე წინადებით თქვენს ისაუბრეთ გლადიატორების შესახებ ჩვენი სტუდიის სტუმრები ხართ და მსმენელისგანაც იყო ამის ინტერესი გეთილი მაშინ მე შემდეგ კიდე ერთ კითხვას დავასწრებ და მანამდე უპასუხებ რატო გლადიატორები და რატო მაგალითად არა რამე ეროვნული ამაზე ძალიან ბევრი შეკითხვა მომისმენია ხო ჯერ არ ყოფილა ეკითხვა მაგრამ დარწმუნებული ვარ იქნება და შევეცდები მაგასაც გავუცე პასუხი უბრალოდ ეს დავსხედით ბევრი ვიფიქრეთ და ჩვენი მდგომარეობა იმ საერთო ფონზე რა ფონშიც გვიწევს ხშირად ყოფნა შევადარეთ ზუსტად გლადიატორების მდგომარეობას ვართ სხვებთან შედარებით სამწუხაროდ ყოველთვის უფრო ნაკლები რაოდენობით და გვიწევს ბოლომდე ბრძოლა შესაბამისად თან თვითონ სახელიც ცოტათი ისეთი იყო ზუსტად საფეხბურთო ფან კულტურას ასე ვთქვათ უფრო მიესადაგებოდა
ეს სახელი მოკლედ გამომდინარეობს აქედან. შემდეგ მე რაც შემიძლია დავამატო, ჩვენ გვაქვს ასე ვთქვათ, ჩვენი დაუწერელი პრინციპები, დაუწერელი კანონები. მაგალითად ეს არის თუნდაც იგივე წარუმატებლობის შემთხვევაში გუნდის ბოლომდე გვერდში ყოფნა, მანამდე როლანდი აღნიშნა, რომ ხშირად გვაქვს შეხვედრები გუნდთან, ხელმძღვანელობასთან, სხვადასხვა საკითხებზე ყოფილა მომენტები, როდესაც წარუმატებლობის შემდეგაც შევხვედრივართ გუნდს, ოღონდ ესე მოკლედ ვიტყვი, უბრალოდ ამის აფიშირება არ ხდება, რადგან ხვდებით იმ საჭირო როტო კითხვებზე, ვიღებთ პასუხებს, პირიქითაც ხდება და ანუ მთავარი ჩვენ რაც გამოგვარჩევს ალბათ სხვებისგან არ ვიტყვი, უბრალოდ ჩვენი დამახასიათებელი რაც არის, ეს არის გუნდის გვერდში ყოფნა 90 წუთის მანძილზე. წარუმატებლობა არის ისეთი მომენტი, რომლის გარეშეც არ არსებობს არც ერთი საფეხბურთო კლუბი. ნუ სამწუხაროდ წელს ყველაზე შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი სეზონი გვაქვს, მაგრამ ნუ ალბათ ესეც უნდა მომხდარიყო და გლადიატორები იყვნენ, არიან და მუდამ იქნებიან დინამოს გვერდით. წარუმატებლობაში, წარმატებაში და ყველანაირ ვითარებაში. შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი გამორჩეული თვისება არის ისიც, რომ ჩვენთან არ ხდება არანაირი კოლექტიური გინება, საერთოდ არ ხდება ხო საკუთარი ფეხბურთელის და მოწინააღმდეგის ფეხბურთელის გენებაზე, ხო ლაპარაკი ზედმეტია საჯის მისამართითაც რაღაც კოლექტიური შეძახილი, როდესაც 100 კაცი მწყობრად და საერთოდ ვცდილობთ, რომ ჩვენი სახე გქონდეს. არასდროს არ გქონია ჩვენ რაღაც ისეთი მომენტი, რომ რაღაცაში თქვათ მივბაძოთ რომელიმე ინგლისური კლუბის ან რომელიმე ბალკანური კლუბის ფანებს ჩვენი სახეში უქმენით და ჩვენ გზას ვადგავართ და ვაკეთებთ იმას, რაც სწორად მიგვაჩნია. მე ვიტყვი ერთს, რომ ძალიან ბევრმა ულტრასულმა ორგანიზაციებმა, ფირმებმა, ფანურმა სულ რაღაც 2-3 წელია, რაც აიღეს ტრიბუნაზე აქცენტი და ძირითადი აქცენტი ჰქონდათ აღებული მაგალითად უფრო რაღაც სხვა ეფექტებზე, უფრო ვთქვათ ხშირ შემთხვევაში ჩხუბზე, ტროფეის დათრევაზე, ასე რაღაცების წართმევაზე, ჩვენ ძირითადი აქცენტი ყოველთვის ჰქონდა ტრიბუნაზე, პირველ ყოვლისა გამხნევება გუნდის, პირველ ყოვლისა კომაგობა. ხოლო შემდეგ უკვე თუ ვინმე რამეს ეცდებოდა რომელიმე ქალაქში ჩვენი საყვარელი გუნდის ან ჩვენი ფერების ან ჩვენი გერბის შეურაცხყოფის მცდელობა თუ იქნებოდა, მე უკვე ალბათ ის ადამიანები აქ რომ იყვნენ თავად მოყვებიან რაც დაემართათ. ოღონდ ეს ყველაფერი იყო რა თქმა უნდა ღირსების, ჩვენი საკუთარი, ჩვენი გუნდის ღირსების დაცვის გამო. კობა, თუ დაამატეთ და შემდეგ ახალ ასაკით შედარებით დიდი ვარ, როგორ მოცლის ხვდები. დინამოს თამაშებზეც დავდიოდი, მე იყო პატარა მცდელობები იქ. ჩემი მეგობარი არტურა ახლა ფანკლუბშია, რაღაცა მცდელობები, მაგრამ ეს იქ იყო რა, დროშები, მაშინ საბჭოთა დროშები რაღაცები, მაგრამ ჩემი ურთიერთობა დინამოსთან და გლადიატორებთან დიდი ხნის დაწყებულია, მაგრამ ოფიციალურად გლადიატორი გავხდი წელს და ვამაყობ ამით. 100 ჩემი ნომერი, აი ტრადიცია, ღირსება და ძალა, ეს არის ჩვენი და მე ვამაყობ, რომ ვარ თბილისის დინამოს ფანი და ვარ გლადიატორი და ვიქნები სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე და ამოსუნთქვამდე. იმიტომ რომ მაისიათან და სიმბოლურია, რომ ყიფიანი ახატია ჩვენს ასე ვთქვათ პლასტიკურ ბარათს, ესე ვიტყოდი მოწმობას ჩემსას და რავი, მე ვამაყობ, რომ გლადიატორი ვარ, იმიტომ რომ ერთი დიდი ოჯახია. ჩვენთან არ არსებობს პრივილეგირებული და დამცირებული ადამიანი, ყველა ერთი ვართ, ყველა ერთ ჯამში ვჭამთ, ერთ ავტობუსით ვზავებთ, ერთ გუნდს ვკომაგობთ და საჩხუბარია ვჩხუბობთ, საკოცნელია ვკოცნით და ასე შემდეგ. გაუმარჯოს დინამოს და გლადიატორებს. კი ბატონო, მას შემდეგ რაც მსმენელი შემოვა პირდაპირ ეთერში, აი ტრადიცია, ღირსება და ძალა, მინდა რომ მოვასმენინოთ ჩვენსონას და მაყურებელს გლადიატორების ავტორი ირაკლი ბუხალი სხვათა შორის. მანამდე კი მსმენელი შემოვიყვანოთ პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით. გამარჯობა, გისმენთ. ძალიან სერიოზული კითხვა მაქვს, თუ შეიძლება და. კი ბატონო, ბრძანეთ. სერიოზული რა თქმა უნდა ჩემთვისაა, თქვენთვის იონი იქნება. რა მინდა იცით რომ
მე ძალიან დიდი გულშემატკივარი ვიყავი თბილისის დინამოში, მე ხნიერი კაცი ვარ და რაღაცა გარკვეული ცოდნა მივიღე, რაღაცები მივიღე, ბევრი შეიძლება ნაგავით შემომივიდა აზრი. მაგრამ მე მინდა ეხლა დავაზუსტო რა აზრი, იცით? აი, ხომ აქვს ყველა აზრს, ყველა საქმეს მიზეზი და მიზანი, ხო? რას გულისხმობ, ბატონო? ხო, აი, არა, ჯერ ეს ორი სიტყვა გავიგოთ, ორი ტერმინი. მიზეზი და მიზანი. აი, რა იყო ესე იგი, ჩემი ასეთი დიდი გულშემატკივრობა თბილისის დინამოსადმი. ეხლა დღეს ვფიქრობ და დღეს ცოტა სხვანაირად ვფიქრობ. თუ ვწდები, მე მინდა რომ შევამოწმო თქვენი აზრით. აი, არა თქვენი სპეციალობით და თქვენი სამსახურებრივი კუთხით კი არა. არამედ უბრალოდ გულშემატკივარი, აი გულშემატკივარი. სამსახურში რას გულისხმობთ, ბოდის გიხდით რა. დინამოს გულშემატკივრობა ჩვენი სამსახური არ არის. მე სამსახური მაქვს, მასწავლებელი ვარ, ჩემო ბატონო. ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი სამსახურების ხო? არა, იქნებ როგორმე მიპასუხოთ, ესე იგი აი გულშემატკივრობა რომ არ იყოს დაფუძნებული ან გამომდინარე ეროვნულობისგან, აი რაღაც ნაციონალიზმიდან რომ არ გამომდინარეობდეს. ხო ვერ მეთქვით მიზეს, რატო მიყვარს მე ესე თბილისის დინამო რატომ მიყვარს? გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვიკავშირდით. შეიძლება გავუსწრებასუხე. მე როგორც მივხვდი, აქ რაღაცა ფანობას და მატერიალური ინტერესი შორის იყო. ნაციონალური კუთხით. ნამდვილად ვერ მივხვდი შეკითხვას. შევეცდები მე უპასუხო, მე თუ რაღაც მოკასრავად. კი ბატონო. როგორც მე გავიგე და მივხვდი, შევეცდები ბატონს უპასუხო, რატო უყვარს მას დინამო. იმიტომ რომ მის დროს თამაშობდა მესხი მეტრეველი ბარქაია, შემდეგ ჩივაძე, ყიფიანი და იმიტომ უყვარს დინამო. რატო გვიყვარს ჩვენ დინამო? იმიტომ რომ ჩვენ უბრალოდ გვიყვარს დინამო. მეტი პასუხი არ მაქვს. მარტივი პასუხი რად განახსენებია. რაც შეეხება სამსახურს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პირდაპირ ეთერში ჩემი სამსახური არ არის დინამოს გულშემატკივრობა, ჩემი სამსახური არის სკოლაში ვასწავლო ბავშვს გაკვეთილი, ასე ვთქვათ, სპორტი. დინამოს სიყვარული არის ჩემს სისხლში, ჩემს ხორცში, ჩემს სულში, ჩემს გულში და ჩემთან ერთად დაიბადა, ჩემთან ერთად მოკვდება. ხო, არა, დიდი მადლობა მაყურებელს თავისი აზრის გამოხატვისთვის. მართალი გითხრათ, ზუსტად ვერ გავიგე რას გულისხმობდა, მე დიდი იმედი მაქვს, რომ სამსახურის სხვა აზრით ახსენა მაყურებელმა, ხოლო აი ყველაზე ესეთი საინტერესო სიტყვები იყო, რომ ყველაფერს აქვს მიზეზი და მიზანი. მიზეზი ჩვენი არის სიყვარული. მიზანი ძალიან აბსტრაქტულია. არის გამორჩება და შეიძლება ვიმღეროთ. ერთი ჩემპიონობა და ჩემპიონთა ლიგის მოგება. ხო, არა, სიმღერაში საერთოდ, მაგრამ არა. ერთ-ერთი მიზანს ვიტყვი რა, დღეს არის 13 მაისი. ერთ-ერთი მიზანი ესეც არის, რომ მეც მინდა განვიცადო ოდესმე ეს დიდი ბედნიერება, რა ბედნიერებაც განიცადა იმ თაობა. მაგრამ დღესვე რომ ვიცოდე, რომ ვერასდროს დინამოს სიტყვაზე არც მინდა მაგისთან წარმოგიდგენ, უბრალოდ სიტყვაზე ვიძახ. დღესვე რომ ვიცოდე, რომ დინამო ვერასდროს ვერ მიაღწევს ვერანაირ წარმატებას, სანამ მე ცოცხალი ვიქნები, ჩემი მიზნები მაინც არ შეიცვლება. იმიტომ რომ ეს ყველაფერი დაფუძნებულია მიზეზზე. და ეს მიზეზი, როგორც თავშივე აღნიშნე, არის სიყვარული. გამარჯობა მიზანია ჩვენი გამახსენდა. მოდი გლადიატორების ჰიმნი მოვუსმინოთ. ჰიმნი, რომელიც მართლაც ჩემთვის ძალიან ემოციური არის მსმენელის და მაყურებლის. შეიძლება მე დავამატებ, რომ როდესაც აღნიშნავენ, ეს ერთობლივად იყო შემუშავებული, აქ ჩემი განსაკუთრებული დამსახურება არ არის ამ მუსიკის ჩაწერაში. არანჟირება ქვია, თუ არ ვსწრები, შეიძლება მუსიკალურად გაფორმებაში, მოკლედ დაგვეხმარა ჯგუფი ელდრაინი. ეს უბრალოდ მიოდა ამეღნიშნა, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ. კი ბატონო. და ჰიმნი, რომელთაც იწყებენ გულშემატკივრობას გლადიატორები, მოედანზე, რისთვისაც უნდა დაუბრუნდეთ დინამოს ერთ-ერთი მიზეზი კიდევ რომ იგრძნოთ ეს ემოცია. და რამდენიმე კითხვის პასუხიც. და რამდენიმე კითხვის პასუხიც ნამდვილად. ესე მადლობა. გავუშვათ პირდაპირ ეთერში ეს ჰიმნი და დავბრუნდებით სულ რამდენიმე წუთში დარჩით ჩვენთან.
განაგრძობ პირდაპირ ეთერში მოუწყებლობას თქვენ რადიო 105 და თვალყურს გადავნით ინტერნეტ მისამართზე ობიექტივი წერტილნად, ასევე ბათუმის 25 არხსა და თურქეთის 52 გრადუსის საშუალებით. ჟურნალისტი ანიკ იგნაძე უძღვები ამ საათს, რომელიც განსაკუთრებით კი არა და ესე საგანგებოდ დღევანდელი დღისთვის მოვამზადეთ. თბილისის დინამოს ფან-კლუბის წევრები, როლანდ გაფრინდაშვილი, ირაკლი ბუხალი და კობაიძე არიან ჩვენი სტუმრები და სანამ კვლავ ახალი შეკითხვის მიმართავდე მათ, მსმენელი ყავს პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით. მოგესალმებით ისე. გამარჯობა. დიახ, გისმენთ. ეხლა უსმენდი ამ ფილმს და სამაგარი ჰიმნია, რაზე მომეწონა პირველად მოусმენე სხვა შორის. მაგრამ ძველი დინამოს ჰიმნის მნიშვნელობა არ უნდა დაიკარგოს ჩემი აზრით, რაიმდენ რომ ის მაინც იყო დიდი დინამოს ჰიმნი რა. არც დაიკარგება ჩვენ საერთოდ. შეიძლება სანამ არ გათიშოთ მაყურებელი ეგრევე უპასუხებ, რომ ანუ ეს არის ფან-კლუბის ჰიმნი და არა საფეხბურთო კლუბ დინამოს ჰიმნი. ის ჰიმნი ისევე არის, ეს არის უბრალოდ გლადიატორების ჰიმნი, ჩვენი ფან-კლუბის. და ვერც ვერასდროს ვერ დაიკარგება იმის მნიშვნელობა, იმიტომ რომ ის ჩვენთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ჰიმნია. რამე თუ ჩვენ გლადიატორები, იმიტომ დავაფუძნეთ რომ დინამო გვიყვარს. ასე რომ გამომდინარე აქედან დინამოს სიყვარული გაცილებით უფრო დიდია ჩვენში, ვიდრე ჩვენი საკუთარი პირველ რიგში დიდი მადლობა რომ მოეწოდეთ. ამიტომ ხო. ართან მაგარი ჰიმნი იყო პირველად მოусმინე და საიდან შეიძლება რომ გადმოვიწერო. YouTube-დან Gladiators G-დან Gladiators G ჩვენი საიტი, მან როდესაც აკრებთ, მაგრამ ჩვენ ვერ გადმოწერს უფრო YouTube-ზე. YouTube-დან შეგიძლიათ გლადიატორები აკრიფოთ, ან თბილისის დინამო და გლადიატორები და ამოგიგდებთ იმ მაჩვენებელს, რომელთაც შეგიძლიათ გადმოწეროთ. კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს. კი ბატონო. რა უნდა გაკეთდეს თქვენი აზრით, რომ მოხდეს საქართველოში ეროვნული ჩემპიონატის და თასის პოპულარიზაცია? ანუ ეხლა ბევრი ვიცი, რომელიც ფეხბურთის გულშემატკივარი რა. მე არა ვარ ფეხბურთით დაინტერესებული პიროვნებებს, რომელსაც არ იციან თქვათ ვინ მოიგო შაშა საქართველოს თასი. და რა უნდა მოხდეს, რომ საქართველოს ჩემპიონატს ტელევიზიით მაინც ყავდეს მაყურებელი რა. მოდი შეგეკითხებით, თქვენ თუ დადიხართ სტადიონზე? არა მე დავდეკე რაღაცის დასაწყისში და ვთქვი რომ დავდივარ ხშირად ვერა, მაგრამ რაღაც თამაშებზე მაინც ვთქვი დავიდე და აი ამისთვის რა შეიძლება გაკეთდეს პოპულარიზაციისთვის თასის და ჩემპიონატის. მოდით ერთი ბოდის გიდ რუსთავში დაგპატეჟებთ თამაშზე, დინამო მეტალურგის თამაშზე და ვისაუბროთ. ეხლა 16-ია თამაში. ჩვენ დინამოს ბაზიდან წავალთ რუსთავში და თუ მობზანდებით ძალიან კალი იქნება და ვისაუბროთ. გავიხარდება ძალიან. გავიხარდება ძალიან. არა რაიმე პრობლემა. ხოლო რა უნდა გაკეთდეს დე მე ესე ვიტყოდი. რა არ უნდა გაკეთდეს? იქიდან დავიწყებდი. ცოტა მეტი სისუფთავე რო იყოს, თქვათ ქართულ ფეხბურთში, შეიძლება ისეთი არაპოპულარული თემას ვეხები ხა, მაგრამ რა არ უნდა გაკეთდეს? თამაშები არ უნდა გაკეთდეს. საჯები არ უნდა წვავდნენ გუნდებს. ვიღაც წლობით საჯები არ უნდა გაკეთდეს. წლობით ნაწვალები უცებ ვიღაცის არასწორმა სასტვენმა წყალში არ უნდა გადაგიყაროს მთელი წლის ნაშრომი. ეს გასაგებია, მაგრამ ეს გულშემატკივარზე არ არის დამოკიდებული. მე ვამბობ, რას გულშემატკივრებიდან მე ვიტყვი, რას ვაკეთებთ ჩვენ. რადგან პირველ ყოვლისა გულშემატკივარი სტადიონზე, ტრიბუნებზე უნდა მოიყვანოს გუნდმა და გუნდის თამაშმა. ამასაც ესეც სამწუხარო ასეა, იმიტომ რომ ნებისმიერ შედეგზე და ნებისმიერ თამაშზე თბილისელი უნდა მოდიოდეს და დინამოს კომაგობდეს. უნდა ბოლომდე ედგეს გვერდში, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ამ ქალაქში ასე არ ხდება, რატომღაც. ამიტომ რა ვიცი, დღეს სამწუხაროდ ისეა, რომ კარგი თამაში, მერე უნდა მოვიდეს გულშემატკივარი. აი, რა უნდა გაკეთოს ახლა ფანებმა, რომ ეს გულშემატკივარი მოვიდეს ჩვენთან და გახდეს ფანი. ვაკეთებთ, შევკერეთ დროშები, გავაკეთეთ ბანერები, შევიმოსეთ უკვე ლურჯ-თეთრ ფერებში, სულ ყველას მაისურები აქვს თითქმის. გავაკეთეთ ჩარფები, მოსკოვში გავაკეთებინეთ ჩარფების ნაწილი, გავაკეთებინეთ უკრაინაში მეორე ნაწილი. ანუ ჩვენ ტრიბუნა გადავალურჯ-თეთრეთ და ძალიან გავალამაზეთ. გვაქვს უამრავი სიმღერები, გვაქვს შეძახილები. ვანთებთ ფაიერებს. იმედია, კიდე ფედერაცია არ დაგვაჯარიმებს ამის გამო. შესაძლებელია სამართლიანად, მაგრამ შეიძლება რაღაცებზე თვალი დასახუჭო. ვანთებთ ფაიერებს ბოლო თამაშზე ქუთაისის ტორპედოსთან, ქართულ კლასიკოზე.
გქონდა 500 ცალი ბუშტი, ლურჯი და თეთრი ფერის, რა თქმა უნდა, ისევ, იმიტომ რომ ჩვენ ლურჯ-თეთრ სამყაროში ვცხოვრობთ, იმიტომ რომ ჩვენ გლადიატორები ვართ დინამო თბილისის გულშემატკივარი. უამრავი კარგი რამ არის, რაც შეიძლება ადამიანს მოეწონოს და მიიზიდოს. ოღონდ ეს ადამიანმა უნდა ნახოს და ამას ადამიანი ნახავს მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც სტადიონზე მოვა. აი, სტადიონზე მოყვანა უკვე ჩვენ შესაძლებლობებს სილდება. თუმცა ჩვენ მაინც ვცდილობთ ფაერებს ვარიგებთ ევროტურნირების თამაშების წინ, როდესაც იბეჭდება მაშინ ვაკეთებდით პლაკატებს ვაკრავდით ეროვნული ჩემპიონატის თამაშების წინ მთელი ქალაქი გქონდა აჭრელებული პლაკატები დინამო ვისაც ეთამაშებოდა მოწინააღმდეგეს და არ ვიცი ჩვენ ცდას არ ვაკლებთ ამისათვის ამ ყველაფრისთვის. მე შეიძლება მოკლედ ვპასუხებ კონკრეტულად იმას რითი შეიძლება საქართველოს ჩემპიონატი გახდეს უფრო მიმზიდველი და თასის გათამაშება. უნდა აუცილებლად მაყურებელი დადიოდეს სტადიონზე, ამ შემთხვევაში მე თბილისს გულისხმობ, თორე სხვაგან ეგ პრობლემა ნაკლებად ეწუხებთ 1,5 მილიონიან ქალაქში, სადაც ყოველი მეორე ბჭყალებში ფეხბურთის პროფესორია, უნდა კვირაში ერთხელ, ან ორ კვირაში ერთხელ, როცა დინამო თამაშობს, მოდიოდეს და იმ თავის პროფესორობას უფრო განავრცობდეს იმ სტადიონზე. და მეორე, ეს არის ფინანსები, რომელსაც ისევ და ისევ ვერაუვალთ გვერდს. უნდა აბსოლუტურად ყველა გუნდში იყოს ის გარემო, რომ ფეხბურთელი იმ გუნდში მხოლოდ უნდა ფიქრობდეს ფეხბურთზე და არა სხვა სოციალურ და ეკონომიურ პრობლემებზე. აი ეს კონკრეტულად ჩემპიონატს და თასის გათამაშებას მასთან ერთად უკვე გახდის გაცილებით პოპულარული. რა თქმა უნდა, მაყურებელი ძალიან მნიშვნელოვანი რგოლია, იმიტომ რომ რაც უფრო სავსეა სტადიონი, მით უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს ფეხბურთელი გულშემატკივრის წინაშე. და რაც უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს ფეხბურთელი, მეტად მობილიზებულია და გაცილებით უკეთეს ფეხბურთს თამაშობს, ფეხბურთს აჩვენებს. კი ბატონო, და გადაცემის დასრულამდე 2-3 წუთი რჩება და მინდა კითხოთ ვეტერანი გულშემატკივრების შესახებ, ცნობილი მეცხრე სექტორის შესახებ, თუ ხო არ გადადიხართ და გადმოდიხართ ხოლმე სექტორებში. მანამდე ერთი რამ მინდა დავამატო, კინოღამ დამოვისდა. უკვე რამდენჯერმე აღნიშნეთ, რომ დღეს 13 მაისია და სიმბოლური იყო, რომ დღეს დინამოს სტადიონზე, დინამო არენაზე მოხდა ბავშვების შერჩევა დინამოს აკადემიისთვის. ჩვენ ვიყავით, ვესწრებოდით ამ ყველაფერს და არ ვიცი, გაოცებულები ვართ, გვიხარია, რომ ქართულ ფეხბურთში მოდის თაობა, საკმაოდ ნიჭიერი თაობა და ჩვენ გვჯერა, რომ აი ეს თაობები კიდევ არაერთ 13 მაისს გაიმეორებინ და კიდევ არაერთ ბედნიერებას მოგვანიჭებენ ქართველებს. რაც შეეხება გულშემატკივრებს, ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ძველ გულშემატკივრებთან, მეცხრე სექტორზე არიან სხედან ისინი დინამოს თამაშებზე, როდესაც ჩვენ მეშვიდე სექტორზე ვისხედით, მაშინ უფრო ახლოს ვიყავით და უფრო ხშირად, მაგრამ სტადიონის გარეთაც ხშირ შემთხვევაში ვხვდებით, საუბრობთ, რა თქმა უნდა, ბევრ ამას მათ გამოცდილებასაც ვიზიარებთ და ჩვენ ერთ დიდ საქმეს ვემსახურებით, რასაც ისინი აკეთებდნენ, იმას ვაკეთებთ ჩვენ, ასე რომ საკმაოდ თბილად და კარგად ვართ. უახლოეს პერიოდში, უახლოეს დღეებში ჩვენ ვაპირებთ კიდევ მათთან შეხვედრას და გვინდა რომ სიმბოლურად, ეხლა პირველად ვაჟღერებ ამას, გვინდა რომ სიმბოლურად 1-2 მაისური გადავცეთ დინამოს მაისური მატჩი. ახალი მაისური. სწორედ ძალიან ბევრი შეკითხვა დამრჩა დასმელი და ძალიან ბევრი თემა დაგვრჩა ისეთი, რომელზეც ვერ ვისაუბრეთ, სამწუხაროდ უცბად გავიდა ჩვენ დროს, თუმცა დინამოს აღზრდილებზეც მინდა ორივე სიტყვა თქვა, რამდენიმე მათგანი დღეს ითამაშებს სლოვენიაში, ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ. არა მხოლოდ დინამოს აღზრდილებმა, ზოგადად 17 წამდებლებმა ძალიან გაგვახარეს და დღეს მე ველოდები კიდევ ერთ გახარა, შეიძლება ძალიან ზედმეტიც მინდა, მაგრამ ბედნიერები ვიქნებით. ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რომ ნაკრების მწვრთნელი, მეკარეების მწვრთნელი და ასევე 6 ფეხბურთელი დინამოს წარმოადგენს საქართველოს ნაკრებში. ბედნიერები ვიქნებით თუ გავიმარჯვებთ, მაგრამ კიდევ უფრო ბედნიერები ვიქნებით თუ რომელიმე დინამოელის გოლით მოხდება ეს. ძალიან დიდი მადლობა მინდა დიდი მადლობა თქვენს სტუდიაში მოგზაურობისთვის როლანდ გაფრინდაშვილი, ირაკლი ბუხალი და კობა კობაძე, თბილისის დინამოს ფან-კლუბი, გლადიატორები იყვნენ ჩემი გადაცემის სტუმრები, ჟურნალისტი ანტინაზე, გემშვიდობებით ამ დროისთვის ეთერს კი ნინო რატიშვილი განაგრძობს საკმაოდ საინტერესო თემით. ნახვამდის.
идет к воротам, приблизился, пошел одного. Отличная передача, ну, удар воротам, гол! Гол!